პროტესტის უცვლელი ადგილი, უცვლელი მოთხოვნებით თბილისის პარალელურად ოლიგარქიული ხელისუფლებასთან წინააღმდეგობის რეჟიმში რჩებიან ქვეყნის დიდი ქალაქები. ბათუმის მოსახლეობა ისევ ქუჩაშია გამოსული, ქვეყანაში გამოცხადებული გლოვის გამო დღეს ყველა მსვლელობა გადაიდო. ბათუმელები საკონსტიტუციო სასამართლოსთან ამ წუთებში მდუმარე აქციას მართავენ. ჩვენი ჟურნალისტი თეა ვაშალომიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. დიახ, დრო და ადგილი უცვლელია. 53 დღეა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან ევროინტეგრაციის მომხრეები და ისინი ბუნებრივია აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. საბერიოში მომხდარი დიდი ტრაგედიის გამო დღეს ბათუმელებმა გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო აქცია მდუმარე რეჟიმში გამართონ. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და დღეს არ მოეწყობა ქალაქში მსვლელობა. ზუსტად 7 საათზე მოვიდნენ აქ აქციის მონაწილეები, ესენი არიან რიგითი ბათუმელები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გავესაუბრებით რამდენიმე მათგანს. აი აქ არის ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც აქტიურად არის ჩართული საპროტესტო აქციებში და ის აქციების დაწყების დღიდან არის საპროტესტო აქციაზე. მათე რომ მითხრა მთავარი სათქმელი დღეს რა არის 53 დღეს. კი, ხშირად გული წყდება რომ 53 დღეს ვითვლით და ვითვლით 28 ნოემბრიდან, რადგან ბათუმში სტუდენტებმა დაიწყეთ ეს პროტესტი, მანამდე როცა ვაპროტესტებდით გაყალბებულ არჩევნებს და რეალურად ხვდებოდით რომ ქართული ოცნება ისედაც იყო პრორუსული ხელისუფლება და დღეს მინდა უთხრა თითოეულ მოქალაქეს რომ არ გვაქვს ნიჰილიზმის საფუძველი, რადგან თითოეული მოქალაქის საქმე უნდა გააკეთოს სწორედ მან და უნდა გამოვიდეს ქალაქის ქუჩებში და ამას აქვს ის შედეგები რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხედავენ რომ ჩვენი მთავარი არჩევანი არის ევროპული მომავალი და ამ გზას არ გადაუხვევს საქართველოს მოსახლეობა არასდროს და ეს არის ის რაც ძირს გამოუხტრის რუსულ სისტემას, რასაც ფესვები აქვს გამჯდარი უნივერსიტეტებში და მთლიანად საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა. აქციის კიდევ ერთ მონაწილეს გავესაუბრები, აქ ხედავ მამუკა ქობულაძეს. მამუკა რომ მითხრა მოკლედ მთავარი სათქმელი და რამდენად აქტიურია ბათუმი 53 დღეა ქუჩაში დგეხართ. თავარი სათქმელი ის არის, რომ დაუყოვნებელი უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური ტყვეები და უნდა ჩაინიშნოს რიგარეში არჩევნები. ეს უსათუოდ. ეგ არის მთავარი სათქმელი. რაც შეეხება აქტივობას, უყურებთ ამდენი დღეა ადამიანები არიშლებიან, მოდიან, როგორც სამსახურში ჩვეულებრივად. სამშობლოს მსახურნი ვართ ყველანი ჩვენ. პოლიტიკური, აპოლიტიკური, ჩვეულებრივი მოქალაქეები დავდივართ ყოველდღე და გაგრძელდება მანამ სანამ არ შესრულდება ეს ორი ძირითადი მოთხოვნა. გათავისუფლდეს პოლიტიკური ტყვეები და ჩაინიშნოს რიგარეში სამართლიანი არჩევნები. ეგ არის მოთხოვნას, თხოვნას და ულტიმატუმი როგორც გინდა ესე დაარქვას. ძალიან დიდი მადლობა. როგორც იცით, ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ აქციის მონაწილეებს. მე ახლა ვხედავ ზვიად ცეცხლაძის დედას, რომელიც აქციაზე ყოველდღიურად გამოდის. ზვიად ცეცხლაძის სასამართლო პროცესი ზეგისთვის არის ჩანიშნული. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ? მე კარგი მოლოდინები რა თქმა უნდა არ მაქვს. გადადებაზეა ჩანიშნული როგორც ვიცი. და პროკურატურამ სამხილები არ მეყო ჯერ თებერვალშიო და ახლა მარტშიო გადატანა. სამხილებისთვის დრო არ გვაქვს და არც აქვს სამხილები და დაანებონ ამ ბავშვებს თავი და სწავლას დაუბრუნდნენ ბავშვები. კი, თავრობისთვის არ აქვს მნიშვნელობა სწავლას როგორც ვხედავთ უკვე, მაგრამ ჩვენ ბავშვებს სჭირდებათ განათლება. ასე რომ დაანებონ თავი და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და გაანთავისუფლონ პოლიტპატიმრები. ძალიან დიდი მადლობა. გაანთავისუფლონ პოლიტპატიმრები და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები. აი ეს ორი მთავარი მოთხოვნაა, რომელსაც აქციის მონაწილეები აყენებენ. როგორც გითხარით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ტრადიციულად გრძელდება საპროტესტო აქცია და ეს ადამიანები ბუნებრივია ხვალაც და რამდენი დღეც დაჭირდება, კვლავ მოვლენ და გააპროტესტებენ რუსულ რეჟიმს.